რუსეთმა სერბეთს წითელი ხაზების არსებობა შეახსენა. ჩინეთის ჩარევით ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა თბება. სკანდალი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემაში. ლავრენტი ბერიას საიდუმლოებით მოცული სიკვდილის ამბავი ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. პაკისტანსა და ავღანეთს შორის ურთიერთობა დათბა. დათბობის მედიატორიც და ბენეფიციარიც ჩინეთია. პაკისტანისა და ავღანეთის მთავრობებმა საელჩოების ხელახალი გახსნის შესახებ უკვე გააკეთეს განცხადება. ისტორიულად ამ ორ ქვეყანას შორის ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა იყო, თუმცა მოკავშირეებიც ყოფილან წარსულში. პირველი კრიზისი მათ შორის 1947 წელს განვითარდა, როცა მსოფლიო რუკაზე ახალი სახელმწიფო პაკისტანი გამოჩნდა. კრიზისის მიზეზი სასაზღვრო დავა იყო. მოგეხსენებათ, მე-19 საუკუნეში რეგიონი ბრიტანეთის კოლონია იყო, რომელმაც ავღანეთი მთლიანად ვერ დაიმორჩილა, მაგრამ მისი მიწების ანექსია შესძლო. პაკისტანმა დამოუკიდებლობა რომ მიიღო, ეს მიწები პაკისტანს მიაკუთვნეს. ავღანეთი დღემდე ამ მიწების დაბრუნებას ითხოვს. საბჭოთა ავღანური კონფლიქტის დროს მოჯაჰიდებს დიდ დახმარებას უწევდა პაკისტანი. მაშინ პაკისტანმა ავღანეთიდან მილიონზე მეტი ლტოლვილი მიიღო. პაკისტანის დახმარებით შეიქმნა ორგანიზაცია თალიბანი, რომელიც დღეს ავღანეთს მართავს. თითქოს გამოჩნდა თალიბანისა და პაკისტანის დამეგობრების ნიშნები, მაგრამ ისევ იჩინა თავი ტერიტორიულმა დავამ, რამაც ურთიერთობა მათ შორის ხელახლა დაძაბა. თალიბანის რადიკალურმა ფრთამ პაკისტანის ტერიტორიაზე ტერაქტები მოაწყო. პაკისტანის არმიამ კი ავღანეთის სასაზღვრო ტერიტორიას შეუტია. 2022 წელს ავღანელმა რადიკალებმა ქაბულში პაკისტანის საელჩოზე ტერაქტი მოაწყვეს. პაკისტანმა საელჩო დახურა და დიპლომატიური ურთიერთობის დონე მინიმუმამდე დასწია. ავღანეთმა საპასუხო ზომები მიიღო. დაძაბულობა 2024 წლამდე გაგრძელდა. 2024 წელს კი ჩინეთმა ამ ორი ქვეყნის შერიგება მოიწადინა და მათთან მოლაპარაკება შეუდგა. მაისის ინდო-პაკისტანურმა კონფლიქტმა პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა. პაკისტანმა და ავღანეთმა იგრძნო, რომ კომპრომისზე წასვლის დრო დადგა. მხარეების ბოლო შეხვედრაზე საელჩოების აღდგენა გადაწყდა. საინტერესოა, რატომ აქტიურობს ჩინეთი ამ რეგიონში. ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთი რომ დატოვეს, ჩინეთმა დრო იხელთა და თალიბანთან დაახლოება დაიწყო. გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის და მას არ სურს, რომ აქ ფესვები მისმა კონკურენტმა ქვეყნებმა, ამერიკამ, რუსეთმა და ინდოეთმა გაიდგას. ავღანეთი სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ ცდილობდა ბრიტანეთი, ამერიკა და სხვა ქვეყნები რეგიონის ხელში ჩაგდებას. ჩინეთმა კონკურენტების შეცდომები გაანალიზა და ავღანეთის მიმართ განსხვავებული პოლიტიკის გატარება დაიწყო. ის არ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და არც თალიბების მმართველობის სტილის შეცვლას ცდილობს. მთავარია თალიბებმა პროჩინური პოლიტიკა გაატარონ. პაკისტანისა და ავღანეთის დამეგობრება ასევე ხელს შეუწყობს ჩინური ეკონომიკური პროექტების განხორციელებას. პირველ რიგში ჩინეთს პაკისტანის სატრანსპორტო დერეფანი აინტერესებს, რომლის გასავითარებლად პაკისტანის ინფრასტრუქტურაში უკვე რამდენიმე მილიარდი დოლარი ჩადო, თუმცა შესაძლოა პროექტს ჩაშლა დაემუქროს თალიბების ტერაქტების გამო, რამაც უკვე 20-ზე მეტი ჩინელი მშენებელი შეიწირა. ჩინეთს ასევე ავღანეთის წიაღისეულზე წვდომა სურს. გაეროს მონაცემებით ავღანეთში 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების წიაღისეულის მარაგია. ჩინეთს განსაკუთრებით ნავთობის, სპილენძისა და ლითიუმის მარაგები აინტერესებს. ლითიუმი, მოგახსენებათ,
მობილური ტელეფონებისა და ელექტრომანქანების აკუმულატორებში გამოიყენება. ჩინეთი კი მათი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ამ დროს პაკისტანშიც და ავღანეთშიც მძიმე ეკონომიკური კრიზისია და მათ ჰაერივით სჭირდებათ უცხოური ინვესტიციები, განსაკუთრებით ახლა, როცა ავღანეთი ბედის ანაბარად დარჩა. მხოლოდ კატარი და თურქეთი დაეხმარა, ისიც სრულიად სიმბოლურად. ჩინეთი კი თალიბებს მილიარდობით ინვესტიციას თავაზობს. მოკლედ, ავღანეთისა და პაკისტანის შერიგება სამივე ქვეყანას აძლევს ხელს. ახლა მთავარია თალიბანმა თავის რადიკალურ სიჯიუტეს თავი დაანებოს. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ამასწინანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ სერბეთი უკვე 2 წელია სხვა ქვეყნების გავლით უკრაინას ტყვია წამალს აწვდის. ეს კი ნამდვილი ლახვარია რუსეთის ზურგში. რუსეთის ამ ხისტმა განცხადებამ საყოველთაო გაკვირვება გამოიწვია, რადგან ასეთ განცხადებებს დაზვერვა არ აკეთებს ხოლმე. ეს უფრო საგარეო უწყების პრეროგატივაა. გარდა ამისა, სერბეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარება არ ახალია. ეს ამბავი გაცილებით ადრე სერბეთის პრეზიდენტის ვუჩიჩის ერთ-ერთ ინტერვიუში გამომჟღავნდა. მას რატომ დაჭირდა რუსეთის დაზვერვას ახლა ასეთი მკაცრი თან დაგვიანებული განცხადების გაკეთება? დასავლელი ექსპერტების აზრით, ამ დაგვიანებული განცხადებით რუსეთი ცდილობს სერბეთს უთხრას, რომ ჩვენ ეს ამბავი ვიცით და თვალებს ვხუჭავთ, მაგრამ იცოდე, წითელი ხაზი აღარ გადაკვეთოო. სერბეთი რომ ორსკამზე ჯდომას ცდილობს, ესეც ცნობილია. სერბეთი ყოველთვის პრორუსულ პოლიტიკას ატარებდა. ტრადიცია მე-19 საუკუნიდან მოდის, მაგრამ ბოლო 10 წლეულში სერბეთმა მრავალვექტორული პოლიტიკის გატარება დაიწყო. მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობაა. რუსეთი ფინანსურად სერბეთს ვეღარ ეხმარება. ევროპა კი ცდილობს მომგებიანი ეკონომიკური შეთავაზებებით სერბეთი თავის მხარეს გადმოიბიროს. სერბეთს იზღადარჩენია ევროპის შეთავაზებები მიიღოს, მით უმეტეს რომ სერბეთი გეოპოლიტიკურად ევროპასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე რუსეთთან. თან მისი ძველი რეგიონები, ხორვატია, სლოვენია და მონტენეგრო კარგადაა დასავლეთში ინტეგრირებული. ახალი თაობა სერბეთის ხელმძღვანელობისგან დასავლეთთან მეტ დაახლოებას ითხოვს, რასაც 2 მძიმე საკითხი უშლის ხელს. ერთია კოსოვოს პრობლემა. სერბეთი დასავლეთს კოსოვოს მხარდაჭერას არ პატიობს. მეორე პრობლემაც წარსულთანაა დაკავშირებული. უფროს თაობას ჯერ კიდევ ძველი ნაიარევი აწუხებს, რომელიც სერბებმა მაშინ მიიღეს, როცა ნატო მილოშევიჩის სერბეთს ბომბავდა. სერბეთის ახლანდელი ლიდერი ორსკამზე ჯდომით პრაგმატული პოლიტიკის გატარებას ცდილობს. ერთი მხრივ რუსეთს ეფერება, მეორე მხრივ დასავლეთს უგორებს კოჩს. დასავლეთიც და რუსეთიც სერბეთის გადმობირებისთვის ბევრ რამეზე ხუჭავს თვალს. მაგალითად, რუსეთმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება წაიყრუა. ამერიკა კი დიდ კომპრომისზე წავიდა, როცა სანქციების სიიდან სერბეთის მთავარი ენერგოკომპანია ამოიღო. ამ დროს ეს კომპანია ფაქტობრივად რუსულ გაზპრომს ეკუთვნის. ამერიკა თუ ამ კომპანიას დაასანქცირებდა, სერბეთს დიდ ეკონომიკურ ზიანს მიაყენებდა. ახლა სერბეთი ევროპაში არა მხოლოდ რუსული გაზის ერთ-ერთი ბოლო მყიდველი, არამედ მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაცაა, რომლის გავლით ევროპის ბაზარზე ბოლო მოქმედი რუსული გაზსადენი გადის. დასავლეთმა ასევე თვალი დახუჭა, როცა სერბეთის ლიდერი 9 მაისს მოსკოვს ეწვია. ასეთივე პოლიტიკას ატარებენ უნგრეთის ორბანი და სლოვაკეთის ფიცო. ერთი მხრივ გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად მათ ხელს აძლევს ევროკავშირში და ნატოში ყოფნა. მეორე მხრივ რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობენ, რადგან რუსეთის იაფი ენერგორესურსები სჭირდებათ. დასავლეთი კი უკმაყოფილოა მათი პოლიტიკით და მათ მწვავე დაკრიტიკებს ხოლმე, თუმცა არსებობს შეგრძნება, რომ ეს ქვეყნები წითელ ხაზს არ გადაკვეთენ.
რუსეთის დაზვერვის განცხადების მიზანიც სერბეთისთვის სწორედ წითელი ხაზების შეხსენება იყო. ინტერნეტმა, მაღალმა ტექნოლოგიებმა, ხელოვნურმა ინტელექტმა, რომელმაც ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში შეაღწია და უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრად გაამარტივა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, სიკეთესთან ერთად ბევრი პრობლემაც წარმოშვა. მაგალითად, თუ ადამიანის საქმიანობა მთლიანად ინტერნეტში გადავა, პარალელურად ჰაკერობაც, ანუ ინტერნეტ ძალადობაც განვითარდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიჯიტალიზაციის, ანუ ციფრული მანიპულირების მეშვეობით ჰაკერს, ანუ ინტერნეტ მოძალადეს, ჩვენთვის მნიშვნელოვან სენსიტიურ ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის საშუალება მიეცემა. შესაბამისად, ყველას გვაწუხებს კითხვა, როგორ დავიცვათ თავი. ერთ-ერთი გამოსავალი ანტიჰაკერული სისტემებისა და სამსახურების შექმნაა, რაც ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ყველა ქვეყანას არ შეუძლია. თან დასავლეთში, სადაც ანტიჰაკერული სისტემების შექმნაზე აქტიურად მუშაობენ, იგი უმეტესწილად უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროების დაცვაზეა კონცენტრირებული. ისმის კიდევ ერთი მტკივნეული და პასუხგაუცემელი კითხვა. შეუძლია თუ არა თავად ანტიჰაკერულ სერვისებს ჩვეულებრივი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელყოფა ან გასხვისება. საკითხმა დიდი შეშფოთება გამოიწვია ბრიტანეთში. 2023 წელს ბრიტანეთის მთავრობამ ამერიკულ კომპანიასთან Palantir Technologies ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად კომპანია დაეხმარება ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტების მონაცემებისა და ისტორიების გაციფრულებაში. კონკრეტულად შეაგროვებს პაციენტების მონაცემებსა და ჩივილებს ინფორმაცია საავადმყოფოების შესახებ, რამდენი საწოლია თავისუფალი, რა ოპერაციები კეთდება და რა წამლებს გამოიყენებენ. ექსპერტთა აზრით, ამით პაციენტების მკურნალობა გაუმჯობესდება. მოსახლეობაში კი საკითხმა სკანდალი გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ კომპანია ასევე ემსახურება ამერიკის სადაზვერვო სისტემას და ქმნის ჯაშუშურ ჰაკერულ პროგრამებს. კომპანიის მფლობელი ოდიოზური ფიგურა მილიარდერი პიტერ ტილია, რომელიც ცნობილია თავისი ულტრალიბერტარიანული შეხედულებებით. მაგალითად, მანამ ხელშეკრულებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: ბრიტანეთის მთავრობისგან ეჭკვიანური ნაბიჯია. მე ყველას მოვუწოდებ, ეს სისტემა როგორც ყველა სხვა სფერო მხოლოდ კერძო პირის ხელში იყოს. სახელმწიფო კი თავისი ჩარევით ყველაფერს აფუჭებს. რადგან კომპანია ამერიკულ დაზვერვასთან თანამშრომლობს და მის მფლობელს ასეთი აზრები აქვს, ბევრი შეშინდა, რომ ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემა ზედმეტად გამჭვირვალე გახდება. ფაქტობრივად, უბრალო პაციენტი და მისი ავადმყოფობის ისტორია ამ კომპანიის ხელში იქნება, მაშინ როდესაც ინფორმაცია სრულიად კონფიდენციალური უნდა იყოს. აქ უკვე დამატებითი პრობლემა იჩენს თავს. ინფორმაციაზე წვდომა ექნება ფარმაცევტულ კომპანიებს, რათა მათ უფრო ჩქარა მიაწოდონ საავადმყოფოებს წამალი. ამ დროს ცნობილია, რომ ფარმა კომპანიები მოგების მიზნით არასათანადო ეთიკის მიხედვით იქცევიან ხოლმე. აიძულებენ რა ექიმებს ამადამ კომპანიის წამლის შესაძენად რეკომენდაცია გაუწიონ პაციენტს. ამდენმა პასუხგაუცემელმა კითხვამ უკმაყოფილება გამოიწვია არა მხოლოდ მოსახლეობაში, არამედ პოლიტიკოსებშიც. დიდ ბრიტანეთში ერთნაირად უკმაყოფილონი არიან კონსერვატორებიც და ლეიბორისტებიც. ისინი წინამთავრობას შეცდომის დაშვებაში ადანაშაულებენ. გამოსავალი კი ჯერჯერობით არ ჩანს და პირველ რიგში იმიტომ, რომ უკვე დაწყებულია შესაბამისი მასალების გაციფრულება. ხელშეკრულების დარღვევის გამო კი ბრიტანეთის მთავრობას დიდი ჯარიმის გადახდა ემუქრება. ბრიტანეთის ზოგიერთმა საავადმყოფომ და ექიმმა ფაქტობრივად სისტემას ომი გამოუცხადეს და კომპანიას სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომის საშუალება არ მისცეს. ბრიტანეთის მედიაში დიდი დისკუსიებია თემაზე. ქვეყანა დილემის წინაშე დგას. ერთი მხრივ მაღალი ტექნოლოგიები და
ხელოვნური ინტელექტი ძალიან ეხმარება ჯანდაცვის სისტემას, მეორე მხრივ კი პაციენტის მდგომარეობა გამჭვირვალე ხდება. ექსპერტების ვარაუდით, მალე მსოფლიოს ყველა ქვეყანა დადგება ამ დილემის წინაშე. 2014 წელს რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე დოკუმენტური ფილმი გავიდა სათაურით ბერიას ლიკვიდაცია, რომლის ავტორი ცნობილი რუსი ჟურნალისტი და ისტორიკოსი სერგეი მედვედევია. ისტორიით დაინტერესებული, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში ნებისმიერი ადამიანისთვის კარგადაა ცნობილი ლავრენტი ბერიას სახელი. იგი როგორც წესი სტალინის დროინდელ საბჭოთა რეპრესიებთან ასოცირდება, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამ უნიჭიერესი და უგონიერესი მენეჯერის პერსონაჟი, ნიჭი, ინტელექტი და ავანტურა ერთად იყო თავმოყრილი. მის ცხოვრებასა და საქმიანობას საერთაშორისო დაინტერესება აქვს, მაგრამ მისი სიკვდილის ამბავი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. 1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებაში მალენკოვ ხრუშჩოვ ბერიას ტრიუმვირატი მოვიდა. მათ შორის ამბობენ ყველაზე ძლიერი ბერია იყო. ის შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების გაერთიანებულ უწყებას ხელმძღვანელობდა. ბერია თავის ქვეყნის ფაქტობრივ მმართველად მიიჩნევდა. მისი კონკურენტები მასთან შედარებით სუსტად გამოიყურებოდნენ, ვინძლო სწორედ ამან მოადუნა მისი ფხიზელი თვალი და დამარცხდა კიდეც. ოფიციალური ვერსიით 1953 წლის 26 ივნისს ბერია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის ხდომაზე დაიბარეს და დააპატიმრეს. 2 თვის შემდეგ დახურულ სასამართლოზე გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს. ბერიასთან ერთად მასთან დაახლოებული გენერლებიც დახვრიტეს. საბჭოთა პრესა მათ ბერიას ბანდა უწოდა. ესენი იყვნენ მერკულოვი, ქობულოვი, გოგლიძე, დეკანოზოვი, ვლოდიმირსკი და მეშიკი. ეს რაც ოფიციალურ ვერსიას შეეხება, მაგრამ არსებობს ბერიას სიკვდილის სხვა ვერსიაც, რომელსაც თავის დროზე მისი ახლობლები და ზოგიერთი კოლეგა იზიარებდა. სხვათა შორის ბევრი რუსი ისტორიკოსიც ეთანხმებოდა ამ ვერსიას. არსებობს აზრი, რომ ხრუშჩოვი, მალენკოვი და ბულგანინი უფრთხოდნენ ბერიას და მის გენერლებს, ამიტომ მათ მარშალ ჟუკოვისა და სხვა გენერლების დახმარებით ბერიას ლიკვიდაცია მოაწყვეს. სერგეი მედვედევი თავის ფილმში მოწმეებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით ბერიას მკვლელობის იმავე ვერსიას ახმოვანებს, რომლის მიხედვით ხრუშჩოვმა, მალენკოვმა და ბულგანინმა რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს ბერიას წინააღმდეგ შეთქმულება. მათ კარგად იცოდნენ, რომ ბერიას პირველი კაცობა სურდა და თუ ის გახდებოდა ქვეყნის მმართველი, ვერც ერთი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. სამეულს ხელთ არ ეპყრათ ძალოვან სტრუქტურათა სადავეები. აქ ბერია იყო ერთმმართველი. იმ დროს საბჭოთა სამხედრო ძალები დაპირისპირებული იყო უშიშროებასთან. ომში გამარჯვებული მარშლები ვერ იტანდნენ ბერიას და მის აპარატს. არცაა გასაკვირი, შენაგან საქმეთა კომისარიატში, იგივე სამინისტროში არსებობდა ორგანიზაცია სახელად სმერშ, სმერტ შპიონამ, სიკვდილი ჯაშუშებს, რომელიც საბჭოთა არმიას ნორმალური ცხოვრებისა და მოქმედების საშუალებას არ აძლევდა. მაშინ საბჭოთა ხელმძღვანელობას ყველგან ჯაშუში ელანდებოდა. სმერშის მეშვეობით კი არმიას აკონტროლებდა. ოფიციალური მონაცემებით სმერშმა ომის დროს 1 მილიონამდე საბჭოთა ჯარისკაცი დააპატიმრა და 153,000 დახვრიტა. მარშალი ჟუკოვი ბერიას დასანახავად ვერ იტანდა. მემუარებში იხსენებს, ერთხელ მალენკოვმა კაბინეტში დამიბარა და მითხრა ბერია სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს, ამიტომ ცეკას პრეზიდიუმმა NKVD-ს განიარაღება და ბერიას დაჭერა გადაწყვიტაო. მე ვუპასუხე, რომ ასეთი საქმეების არაფერი მესმის, მაგრამ თუ მისი დაკავებაა საჭირო, ხელი არ ამეკანკალდება მეთქი. ასე შეიქმნა ბერიას წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფი, რომელიც ოპერაციის ჩასატარებლად ხელსაყრელ დროს ელოდებოდა. ეს დროც დადგა.
53 წლის 17 ივნისს ბერია ერთი კვირით ბერლინში გაფრინდა. მაშინ მთელს გერმანიაში არეულობა იყო. მოსახლეობის ერთმა ნაწილმა გერმანიის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო. ბერია იქ აჯანყების ჩასახშობად ჩავიდა. მოსკოვში რომ დაბრუნდა, პირდაპირ სახლში მივიდა. მოსკოვის ცენტრში ერთი რუსი თავადის დიდ ეზოიან კარმიდამოში ცხოვრობდა, რომელშიც რამდენიმე ნაგებობა იყო განთავსებული. ბერიამ იქაურობა ნამდვილ ციხესიმაგრედ აქცია, სადაც იარაღის სამალავი, საიდუმლო ბუნკერი და გასაქცევი გვირაბი იყო. იმ დღეს ბერია სახლში მხოლოდ დაცვასთან ერთად იყო. მისი მეუღლე ნინა აგარაგზე ისვენებდა. ვაჟი სერგო ერთ-ერთ სახალხო კომისართან იყო საქმეზე. სერგო სარაკეტო დანადგარების კონსტრუქტორი იყო. ქალაქში გენერალურ შტაბთან და სხვა ქუჩებზე მძიმე ტექნიკა იდგა. თვით მხილველებს აქვთ ნათქვამი. ტექნიკა ლუბიანკას ქუჩაზე მდებარე NKVD-ს, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისაკენ რომ დაიძრა. რამდენიმე გენერალი ბერიასთან სახლში მივიდა. მოულოდნელად ცეცხლი გაიხსნა და ბერია ადგილზე მოჰკლეს. სერგო ბერია იხსენებდა, დამირეკეს და მითხრეს თქვენთან სახლში სროლის ხმა ისმისო. სერგო სახლში რომ მივიდა, უმძიმესი სურათი დახვდა. კარმიდამო მძიმე ტექნიკით ალყაში იყო მომწყდეული. სახლიდან ბრეზენტ გადაფარებული საკაცით გვამი გაქონდათ. მოგვიანებით მთელი ოჯახი დააპატიმრეს. რაც შეეხება ოფიციალურ ვერსიას, არაერთი ფაქტი მეტყველებს, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის კაცის დაპატიმრებისას ხელმძღვანელობამ ბევრი შეცდომა დაუშვა. იმ დღეს ცეკას პრეზიდიუმის სხდომა არ გამართულა. არც ბერიას დაპატიმრების საბუთი შემორჩენია ისტორიას. ფაქტების გასაყალბებელი ოქმები მოგვიანებით შეიქმნა. დოკუმენტაცია ფოტო ასლებადაა შემონახული. ორიგინალები თვალად არავის უნახავს. საეჭვო ისიც, რომ ბერიას დაკითხვის საქმე დაბეჭდილი კი არა, ხელითაა ნაწერი, რომელსაც პირადად გენერალური პროკურორი წერდა. გაუგონარი ამბავია, რომ გენპროკურორი თავისი ხელით ავსებდეს ოქმებს. გენპროკურორთან დაკავშირებით სხვა საეჭვო ფაქტიც არსებობს. ბერიას ბერლინში ყოფნის დროს ცეკას პრეზიდიუმმა ამ თანამდებობაზე ხრუშჩოვის პროტეჟე, უკრაინის გენერალური პროკურორი რუდენკო სასწრაფო წესით დანიშნა. საეჭვოა ისიც, რომ ოქმების მიხედვით ბერია დახვრეტამდე არა სამართალდამცველების, არამედ თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში იყო. მისი კამერა მოსკოვის სამხედრო შტაბის შენობაში იყო განთავსებული. სასამართლოც იქ ჩატარდა. ლავრენტი ბერია დაჭერილი და გასამართლებული რამდენიმე პირის გარდა არავის უნახავს. არც ამის ფოტომასალა არ არსებობს. მოკლედ, დაპატიმრება, კამერაში ყოფნა, სასამართლო და დახვრეტა სრულიად საიდუმლოდ ჩატარდა. ცხადია, განგებ იმალებოდა ყველაფერი. არც მისი ცხედარი და კრემაციის პროცესი და არც დაკრძალვისა და კრემაციის აქტები უნახავს ვინმეს. ოფიციალურად ითვლება, რომ ბერიას ფერფლი მოსკოვის დონსკის სასაფლაოზეა დამარხული, თუმცა ამის სანდო დასტური არ არსებობს. ჩვენ კი ლავრენტი ბერიას სიკვდილზე სიმართლის გასაგებად 2034 წლამდე მოგვიწევს ლოდინი, როცა ბერიას საქმეს საიდუმლო გრიფი აეხსნება. დღეს სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის, მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ ერთად ვართ. ნახვამდის.